ეს მორიგი მანქანაა, რომელიც უნდა განვიხილოთ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ყუთი ჩამოვიდა ძალიან დაზიანებული. ხო, აი ესე გამოიყურება. ნახოთ აბა როგორ არის შეგნით. მედია რომ დაზიანებული არ იქნება შეგინდანაც. გავხსნათ. არა, ამასაც ესეთივე დამცავი აქვს როგორც ყველას რა. ხო. არა, მანქანას აშკარად არაფერი არ მოუვიდოდა, იმიტომ რომ დამცავი კარგად არის. მოდი გავხსნათ. აი ეს მომენტი როცა იქით უნდა შემომეტრალებინა ხო კამერა ერთ წამი. ვუალა. გამარჯობა ვიდეო. აი, გავაგრძელოთ. ესენი ცოტა ხანი მოვაშოროთ. ხო, მანქანა საერთაშორის ლამაზი არის. ყოველ შემთხვევაში ჩემი გადმოსახედიდან ეს მანქანა მაგრად მომწონს რა, ძალიან ლამაზია. მაგრამ საბურავები MN82-ს უფრო რბილი აქვს ვიდრე ამას რა. ეს არის VPL-ი, C24-ია. რაღაც ხავს, ელემენტი. ხო, ელემენტი აქტებს ამაში. აი ესე. ძამი. ელემენტი. ამ მანქანის ელემენტი არის 500 მAh-ია, 7.4 ვოლტი. ხო, გაგიკვირდებათ და გაინტერესებთ როგორ ყოფნის, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან საკმაოდ დიდი ხანი ძლებს ყოველ შემთხვევაში 500 მAh-ისთვის დაახლოებით 30 წუთი თუ 25 წუთი ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ დაახლოებით ეგ დრო უნდა რა. გააჩნია როგორ დაპირთვაზე ამუშავებთ რა. კიდევ ერთხელ შევათვალიეროთ როგორ გამოიყურება. გახსნა დაკეტვის ფუნქცია ამ ავტომობილს მხოლოდ აი ეს აქვს. მას არ ბაგაჟნიკია თუ არ ვიცი, ელემენტის ჩასადები იდეაში რაღაც ყუთი. რეალურ მანქანას ეს არ აქვს. ხო, უბრალოდ ეს აქვს, მარტო სადაც ელემენტის ჩადება შეგიძლიათ. დანარჩენი არაფერი ისეთი, მაგრამ მე აქ ახლა რაღაცას ვუყურებ. აქ რაღაც არასწორად აქვს გამოგზავნილი, იმიტომ რომ დააკვირდით ძრავი. ერთ სამი დამოდით. ხო, ანუ სად ვიყავი? მოკლედ, აქ დავპაუზდით და გავჩერდით. და რატომ? ანუ ძრავი, რომელიც ამას მოყვება, რეალურად ეს ძრავი არ უნდა მოყვებოდეს რა, დიდი ძრავი აყენია. ეხლა ჩვენ გადავამოწმებთ იმ პარტიას, რაც ეხლა ჩამოვიდა და თუ ყველას ეს ძრავი აქვს, მინდა გითხრათ, რომ მათ ვინც ამ ავტომობილს შეიძენთ, ანუ დღეიდან ხართ ძალიან იღბლიანები. რატომ? აი ეხლა ვიგაჩვენებთ რატომ. კიდევ ერთხელ გაითვალისწინეთ, რომ ტესტების უმრავლესობა, რაც ამ ავტომობილებმა გაიარეს, იყო აი ამ ძრავით. ანუ ხედავთ რა მხელა განსხვავებაა? ხო, ეს ძალიან კარგია. სხვათა შორის ის ვიდეოები, რა ვიდეოებს თან ავტომობილმა მისი სიგიჟეები და მისი გამძლეობა გვაჩვენა, იყო ამ ძრავით. ვა, ეს ძალიან მაგარია. ესე იგი, რა გამოდის, რომ ეს ავტომობილი იმას ბევრად აჯობებს. აუ, ძალიან მაგარია. მე მინდა ახლა ეს ავტომობილი გავტესტო. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. პულტები, რომლებიც ამ მანქანას მოყვება, არც ერთში არ დევს ელემენტი, ანუ მომწოდებელი ელემენტებს არ გვაძლევს. ამიტომ ჩვენ მომხმარებლებს პულტის ელემენტებს ყოველთვის ვჩუქნით. მათთვის, ვისაც აინტერესებს პულტში როგორ ჩავდოთ ელემენტები, აი აქედან აუცილებელია რომ მქონდეთ ტატუირება. არ ვიცი ამას ქართულად რა ქვია ბოდიში. აი აქედან იდება ორი ელემენტი, რომელიც უკვე ვახსენე, რომ ჩვენ ვაყოლებთ ამ ელემენტებს. ხო, ჩართვა აქედან, ელემენტებს ჩადოთ, ჩართვათ. პულტზე მიმოხილვა, რაც შეიძლება გავაკეთოთ. ის არის, რომ არის იაფასიანი პულტი, ხო, არაფერი განსაკუთრებული. მოხვევა, ეს მოხვევის გასწორება, რომ ანუ მაგალითად თუ რაღაცა დეფექტით არის ამას, გაასწორებთ, აქედან სწორდება, ვინც არიცით. მოდი ავტომობილის, ხო, ეს ავტომობილის დეტალებია. აი დაახლოებით გამოიყურება ესე დეტალების შემდეგ, ესენი ემატება, შუში საწმენდები ემატება, სარკეები ემატება, რა ქვია ამას. გასახსნელი ემატება მოკლედ კარის. აქაც
ფარები ემატება. ნუ ეს დისკები ამას არ მოყვება, აი ეს დისკები აქვს რა. მაგრამ ესენი ჯობია რა. მართლა ჯობია. ხო და ესენი უყენდება კიდე ქვევით. ნუ ეს დეტალები გამოვა ესეთი ავტომობილი. კარგი, მოდი ახლა შევამოწმოთ, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს. ნახოთ ეს ძრავი. ელემენტი აქედან იდება, როგორც უკვე გითხარით. ჩართვა. როცა აქედან ჩართავთ, აქედან შემდეგ აუცილებელია რულის დატრიალება და შემდეგ უკვე გაზი აქედან აქვს რა. ხელით მიჭრავს არ უშვებ რომ შევამოწმო ამ ძრავის შესაძლებლობა. მე მგონია რომ ეს უფრო ჩქარი იქნება. მოდი ამის ვიდეოს რა თქმა უნდა უეჭველი გაჩვენებთ. ეს აჯობებს თუ ძველი ძრავი, მაგრამ ვინც არ იცით, ეს ძრავი ბევრი ჯობია იმის. არა, აშკარა ჩქარა ტრიალებს. კი, ამის ტესტი გჭირდება, რომ გავიგოთ ვინ უფრო ჩქარია. და არა მარტო ჩქარი, ვის უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს. მგონია რომ ეს ბევრად აჯობებს იმოდაც. ხო, აი ქვევიდან ესე გამოიყურება, ხო. მე უყურებ და არავის არ ვაჩვენებ. ესე გამოდის რომ მოდი ეს შეხედოთ. არა, ჩქარია, კი, იმაზე ჩქარი არის ბევრად. აურებს აკეთებს. ეს ჩემი საფირმო სვლა, რომელიც ყველა ავტომობილს დაბლაკებს. კაი, მოდი შემდეგი განხილვა უკვე ვიდეოებით ვიხილოთ, როგორ და რანაირად დადის. ძირითადი რაც იყო სათქმელი ვთქვით, რომ საბურავები არც ის ერბილი აქვს. მინდა გითხრათ, რომ MN82 საბურავები ამას ბევრად ჯობია. სხვა მოტორზე, უბრალოდ ძრავზე იყო საუბარი, რომ ეს ჯობია წინა მოდელს. და ის ადამიანები, ვინც ახლა შეიძენთ, იღბლიანები ხართ, ფასი იგივე იქნება, არაფერს არ ვცვლით. ხო, ეს დეტალები ვიზუალისთვის, სტიკერებიც აქვე აქვს. პულტი ესე გამოიყურება, ქვევიდან ესე გამოიყურება. რაც შეეხება წყლის ტესტი, ხო, ეხლა დამისვეს კითხვა, წყლის ტესტს როგორ გაზდისო ეს ავტომობილი. ჩვენთან ამ ავტომობილმა წყლის ტესტი გაიარა. მაგრამ აქაც მომხმარებელი გვეუბნება, უბრალოდ მომწოდებელი გვეუბნება, რომ მოდი წყალში ნუ გაატარებთო, მაინც თავი დავიზღვიოთო, მაგრამ ჩვენთან გაიარა და მაგის ვიდეოსაც გაჩვენებთ, როგორ ძლებს წყალს. აი, ატიორკა, ვისაც გითხარით, რომ არ გვაქვს და აუცილებელია, როცა პირს ხსნით, ატიორკა აქ არის. კარგი, მოდი ახლა გადავიდეთ განხილვაზე. უკვე როგორ შეუძლია ამას სიარული.